მოგესალმებით მეგობრებო. Როგორც ხედავთ, მივდივართ ლისის დიაგონალებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პატროლზე წინა ბლოკი დაყენდა. როდა შეპირებისამებრ მივდივართ გასატესტად, როგორ იმუშავებს, ნახავთ, როგორ გახსნის, როგორ დაბლოკავს. ვისაც გაინტერესებთ, რანაირი ბლოკირება დავაყენე პატროლზე, წინა ვიდეოში მაქვს ახსნილი. რა ბლოკი შევიძინე, რატომაც და რის გამო დავაყენე. ეს კიდევ ნახავთ მაგის მუშაობის პრინციპს. როგორ მუშაობს და პრაქტიკაში მე უკვე გამოიცდება დროთა განმავლობაში. ამიტომ ნახოთ რას იზამს ბლოკირება. მოვედით უკვე ადგილზე ვართ. ერთი კამერა დავამონტაჟეთ მაღლა, მეორეს მე გავიკეთებ თავზე. მანქანაზე ცვლილებებსაც შეამჩნევდით. კუზაოდან ავწიე მანქანა. რატო ავწიე და რის გამო თუ ვინმეს დააინტერესოს მაგაზე მე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და როგორ ავწიე იმასაც განახებთ. ვიწყებთ ხაბების ჩართვით. წინა ვიდეოში სათითაო რეჟიმის მუშაობა კარგად არის ახსნილი. ვისაც გაინტერესებთ ცალკეულად როგორ ადის მანქანა, შეგიძლიათ წინა ვიდეო ნახოთ. ამიტომ ეხლა დავიწყებთ ეგრევე 4-4-ზე და შევდგებით აღმართზე. საკმაოდ აიწია მანქანა, ჩაჯდომაზეც უკვე იგრძნობა, რომ ბევრად მაღალია ვიდრე ადრე. წინა ბლოკირების მუშაობის პრინციპი როგორ არის? როდესაც მანქანა მიდის დატვირთვაზე, ამ ბლოკირების კბილანები იწევა, გარეთ კბილანებში ჯდება და უკვე მანქანა 100% იბლოკება. როდესაც დატვირთვაზე არ არის მანქანა, დატვირთვა როდესაც არ ადგება, მაშინ ეს ბლოკი მუშაობს ისე როგორც ღია ხიდი რა. ჩართული გვაქვს დადაბლება და უკანა ბლოკი გათიშულია. მუშაობს მარტო წინა ბლოკი. ნახოთ როგორ ავივლით აღმართს. სადოთ რომ ეგრევე დიაგონალზე გადავიკიდოთ. გას არ ვადგავ ფეხს. წინა ბლოკი მუშაობს, პაგრიშები ჰაერში იყო. აქამდე ავედით უბრალოდ ცოტა რაზგონი არ გვეყო. ავწდით თავიდან. როგორც ხედავთ, უპრობლემო დავიდა მანქანა. და ეხლა აქ მოხვევისას მინდა გაჩვენოთ, როდესაც მარცხნივ დაკეცილ საჭეზე მარცხენა საბურავი უფრო მოკლე მანძილს გადის. თუ ეს ბლოკირება არასწორად მუშაობს, მაშინ მარცხენა საბურავმა ეხლა უნდა იბუქსაოს. თუ ამ ბლოკირებამ გახსნა და მუშაობს ისე როგორც საჭიროა, მაშინ მარცხენა საბურავი ჩვეულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს ისე როგორც ღია ხიდი. ამიტომ ნახოთ ეხლა რას იხავს. როგორც ხედავთ, მარცხენა საბურავი არ მუშაობს. მუშაობს ისე როგორც ღია ხიდი. მაგრამ როდესაც ძალა დაადგება მანქანას, იქ უკვე იბლოკება ორივე საბურავი. ვესტები GoPro-ში გარედან გადავიღო. და ბრიშკა რა შვება.
ისევ გარედან გადავიღებ. Короче, პატროლი არის შეუჩერებელი არსება, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი ხოდები. და ისევ გატრიალებს და როგორც ამშვენად კაც უნობს, რაც ამ ბლოკირებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ დროს ხიდი არის ღია. მოდი ახლა დავბლოკოთ უკანა მხარეც. Вообще გადავბლოკოთ პატრონი. რა ვიცი, გაზზე ოდნავ მქონდა დადგმული ფეხი, მანქანა მიდის სწორად თავისთვის. უპრობლემოდ ვაფშე. ლისის დიაგონალების ტესტით მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ ბლოკირებით. დანარჩენი მუშაობაში უკვე ოფროუდებზე და გასვლებზე გამოჩნდება მინდვრებში, ექსპედიციებში, ტურებში, ყველგან. ხო და დრო გვიჩვენებს მოვალში როგორ გამოიჩენს თავს ეს ბლოკი. მოკლედ ამ ეტაპზე დაგებშვიდობებით. გამოიწერეთ არხი. დალაიქით ვიდეო. და მომავალში უფრო კარგი სანახაობები გვექნება. Подробить.